თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. ის რაც დღეს მიუღწეველი გონია, ხოლ შეიძლება შენი წარმატების საწინდარი გახდეს. რუბრიკაში იდეიდან საქმემდე ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებმაც მათი იდეა რეალურ საქმედ აქციეს. გაგუცანი თქვენ ხართ. გამარჯობა, მე ვარ მარია მიველაშვილი. პროფესიით ვარ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი და სულ ახლახანს რამდენიმე თვის წინ გავხდი, ასე ვთქვათ, რესტორატორი, მცირე მეწარმე. დავიწყე პატარა რესტორნის მართვა. რატომ გადაწყვეტეთ ამ სფეროში საქმის წამოწყება? საერთოდ ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მქონოდა რაღაცა პატარა კაფე ან რესტორანი ან ბარი, რაღაცა ამ სტილის, ამ სფეროს საქმიანობებში ჩავრთულიყავი ასე პირდაპირ მნიშვნელობით. როგორ დაგეხმარათ თქვენი პირველადი პროფესია ფსიქოლოგია ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად? ყველანაირად დამეხმარა, მინდა ვთქვა. იმ მხრივ რომ საკმაოდ რთული არის დასაწყის ეტაპზე ასეთ ტიპის ბიზნესის დაწყება და წამოწყება და ასე ვთქვათ დასტარტვა. შესაბამისად გჭირდება ძალიან დიდი ნებისყოფა, ძალიან დიდი მოთმინება, ძალიან დიდი ასე ვთქვათ საკუთარ თავის მხარდაჭერის უნარი, გჭირდება ემპათიის უნარი, სხვა ადამიანების გაგების მოსვენის უნარი, მოკლედ ძალიან დამეხმარა საერთოდ ფსიქოლოგია ესეთი პროფესია, რომ მე მგონი მეორადად ესე ყველა სფეროში და ყველა პროფესიაში შეიძლება რომ დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს. რამდენად რთულია ჩვენს რეგიონში ამ საქმეში რაღაც სტარტაპის დაწყება? ძალიან რთული არის ჩვენს რეგიონში. სხვა ტიპის სტარტაპის გამოცდილება აქამდე არ მქონია. ამ სფეროში, ეს სარესტორნო სფეროში ძალიან რთული არის, იმიტომ რომ რთულად იღებს ბენ ადამიანების სიახლეებს ეს ერთი საკითხი არის და მეორე მხრივ ის რომ ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც საჭიროებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტ ჩართულობას, უფრო მეტ დაინტერესებას იმისთვის, რომ ბიზნესმა იფუნქციონიროს. ძალიან ბევრი საკითხია, სადაც სჭირდება დასაწყის ეტაპზე ბიზნეს ხელშეწყობა და მხარდაჭერა და კი არის რაღაც გარკვეული თუნდაც ის რაღაცა, რომ თავიდან რაღაცა მცირე ბიზნესის სტატუსით იწყებ და ბევრი შეღავათები აქვს ამას, თუმცა მაინც ძალიან ბევრი სირთულე არის ამ მიმართულებით. და ყველაზე დიდი სირთულე მაინც? ყველაზე დიდი სირთულე არის ვფიქრობ საზოგადოების ბამდე მიტანა ამბის მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების ეპოქაში ვცხოვრობ და ძალიან ბევრი არხი გვაქვს ამისთვის, რომ მივიტანოთ ადამიანებამდე ჩვენი სათქმელი, მაინც რთული აღმოჩნდა ჩვენთვის რატომღაც. გარდა მაგისა, ამ უშუალოდ ამ ობიექტზე მანამ ჩვენ ვიქირავებდით მანამდე სხვა რესტორანი ფუნქციონირებდა და აი ეს გადასვლა და რაღაცა სხვა ტიპის მომსახურება იქნება ეს თუ კერძები ამისი შეთავაზება ადამიანებისთვის ესეც რთული აღმოჩნდა. მოდიან ადამიანები და კითხულობენ რომ რაღაცა ახალია, რაღაცა სხვა არის, ადრე ვიყავით და სხვა რაღაცა იყო. აი ეს მომენტი გვაქვს კი და გარდა მაგისა ბევრი კიდე სხვა საკითხი და პრობლემა არსებობს, რასაც ვცდილობთ ყოველდღურად რომ გავუმკლავდეთ. რას თავაზობთ მომხმარებელს და რა არის განსხვავებული თქვენი? ჩვენ მომხმარებელს, ესე იგი დავიწყებ იქიდან, რომ საიდან გაჩნდა ამ ოცნება, საიდან იქცა იდეათ და როგორ მოხდა ამის განხორციელება. ძალიან დაკავებული რეჟიმი მქონდა აქამდეც და ეხლა კიდევ უფრო დამემატა, ხო? და ძალიან ხშირად მიწოდა სტუმრების მიღება, გამასპინძლება და დავდიოდი სხვადასხვა რესტორნებში. და აი ის ასე ვთქვათ თუნდაც მომსახურება, თუნდაც ის საკვები, რასაც ველოდით და რაც გვინდოდა რომ მიგვეღო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოგზაურობ, ძალიან ხშირად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში დავდივართ, სხვადასხვა ქვეყნებში და
კარგად შეგვიძლია დავინახოთ რა არის თუნდაც კარგი და რა ცუდი, რა არის მაღალი ხარისხის და რა არა. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცოტა არის სამცხე-ჯავახეთში მაღალი ხარისხის როგორც კვების სფეროში, ანუ როგორც პროდუქციის წარმოების სფეროში, ისე მომსახურების სფეროში ძალიან ბევრი ხარვეზი და ბევრი პრობლემა დავინახეთ, მაგიდან გამომდინარეც და იქიდან გამომდინარეც, რომ რატომაც არა უნდა იყოს ახალციხეშიც ისეთი ობიექტები, კვების ობიექტები, რესტორნები, სადაც ადამიანები მიიღებენ ყველანაირად მაქსიმალურად სიამოვნებას, როგორც კერძებისგან, ისე მომსახურებისგან. და აქედან წამოვიდა დაიბადა ეს იდეა, რომ ხომ არ გავაკეთოთ ისეთი, როგორც ჩვენც მოგვეწონება და ისეთ ადამიანებს, ვინც აფასოს მაღალ სტანდარტს ამ მიმართულებაში და ძალიან მალევე დავიწყეთ ამისი ასე ვთქვათ დასტარტვა და ამ ობიექტზე დავიწყეთ დასტარტვა. შემდეგ უკვე ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე გავფართოვდებით და კიდე სხვა მიზნებს მოკლედ ვისახავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში ალბათ დავაანონსებთ და გაიგებს ფართო საზოგადოება. როგორია ერთი რუტინული დღე მეწარმესთვის? არ ვკითხოთ. ეგ არ ვკითხოთ. ჩვენ თანაშრომლები ვიყურებენ იქიდან და იცინი. ერთი რუტინული დღე ჩემთვის ახლა ამ პერიოდში, როცა ძალიან ბევრი სირთულის წინაშე ვდგავართ ყველანაირად გამოწვევების წინაშე, იმიტომ რომ ეს ახალად იწყება და ხარ ყოველდღიურად მიწევს ბაზარში წასვლა ყოველ დილით. გარდა არ მანამდე ბავშვები მყავს, დილით რო ავდგები ბავშვებთან ვატარებ 1-2 საათს, ბავშვებს ვუვლი და მე ყველას თავის საქმეზე ვანაწილებ, პატარას ძიძასთან უფროს თვითონ არის ძიძა ძაღლის და იმასთან სამი ბავშვი მყავს, ესე გამოდის. მე მივდივარ ბაზარში, ბაზრიდან მე მოვდივარ აქ და აქ კიდე ხშირად ბევრი საქმე გასაკეთებელი, საბუთების საკითხი, სხვადასხვა საკითხი. ხანდახან ისიც მიწევს ხოლმე სამზარეულოში შევიდე ამ ეტაპზე. გარდა მაგისა პარალელურ რეჟიმში ფსიქოთერაპიაში ვარ ისევ, მუშაობ ჩემ პროფესიით ონლაინ მუშაობ ძირითადად ეგ ძალიან მეხმარება რომ ონლაინ ვარ, თუმცა აქ ადგილობრივ დონეზეც არის ხოლმე ასე ვთქვათ ჩაწერები და ადგილობრივ დონეზეც ვიღებ პაციენტებს, ამ მიმართულებითაც მუშაობ. მე ესე იგი თუ აქ რაღაცა ისეთია წვეულება, დაბადების დღე რაღაცა მიწევს გვიანობამდე ყოფნა 3 საათამდე, 4 საათამდე მე მივდივარ სახლში ბავშვები დაძინებული მხდება უკვე და მეორე დღეს კიდე ესე იწყება. თუ არა დავახერხებ რომ ცოტა ადრე გამთავისუფლდე და გავიდე აქედან რესტორნიდან, მაშინ მაგ შემთხვევაში საღამოს ბავშვთან ერთად ვატარებ ხოლმე და მაძინებ ასე ხომ ცოტა რთულად არის ახლა საქმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც უნდა იყოს, სხვანაირად არ ვიცი, როგორ უნდა იყოს. სხვანაირად მე ვერ მოვიფიქრე, როგორ უნდა იყოს. რას ურჩევდი სტარტაპებს? სტარტაპებს ურჩევდი, რომ როცა სტარტაპს აქვს დასტარტვის მომენტი და დასტარტვის პროცესი და ეს შეიძლება გაგრძელდეს რაღაც 3 თვიდან 2 წლამდე, ურჩევდი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ყველა რესურსი მიმართო და გამოიყენონ იმისთვის, რომ არ გაჩერდნენ, არ დასტოპდნენ. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მქონდა მე პირადად მაგისი სურვილი, რომ მოდი რა ეხა გავჩერდები და დავასრულებ აქ ყველაფერს, მაგრამ გარდა მაგისა, დიდი ისიც აქვს, რა ქვია, დრაივიც აქვს ამ საქმეს, რომ რას ქვია არ გამოვიდეს. შეიძლება პიროვნებაზეც იყოს ეგ დამოკიდებული, მაგრამ რას ქვია, რომ რაღაცა არ გამოვიდა ისე როგორც გინდა და ეგ, მაგრამ არის მომენტები, რომ მართლა ხშირად ყოფილა ესეთი მომენტი, რომ არ გამოდის რა და всё უნდა და გავაჩერო ყველაფერი. და არ გამიკეთებია ეგ მithkom ჩემ თავის რომ ახლა ამ მომენტში ეგ არ უნდა გააკეთო, არ შეიძლება. თან ჩემი პარტნიორი არის ესეთი რომ უთხრა რომ ხა აქ უნდა გავჩერდე, მეტყვის რომ შანსია რა, აი შანსია რა. რომ ვკვდებოდი ამ წელს და წავმაყენებს და ისე გავაგრძელებთ საქმეს. მეც შესაბამისად იმასთან მიმართებაში. ხო და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ უნდა გაჩერდე. არ უნდა გაჩერდე და აუცილებლად გამოჩნდება გზები, რითიც ყველა პრობლემას ეტაპობრივად მოვაგვაროთ. ერთ დღეს შეიძლება ყველა პრობლემა ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მადლობა. მადლობა თქვენს.
რას ვთავაზობთ, ხო? მოკლედ ახალციხის და სრულად სამცხე-ჯავახეთს ვთავაზობთ ქართულ, მოდერნიზებულ და იტალიურ სამზარეულოს. ძალიან საინტერესო ტანდემი გამოდის, იმიტომ რომ ქართული კერძების მოთხოვნა ყოველთვის არის და იქნება როგორც ქართველებში, ისე ტურისტებში და ეს იტალიურ სამზარეულოს ძალიან რაღაცები ძალიან გავს ჩვენს გემოებს და არომატებს და ძალიან გვიყვარს ქართველებს იტალიური სამზარეულო. მე პირადად ძალიან მიყვარს და ძალიან ბევრი ადამიანს ვინც შემოდის და კითხულობს და მიირთმევს და უკვირთ პირველ რიგში და ძალიან მოსწონთ იტალიური სამზარეულო და კერძები. ვთავაზობთ ზღვის პროდუქტებით დამზადებულ სხვადასხვა კერძებს, ვთავაზობთ იტალიურ რიზოტოს, რომელიც სხვაგან მე მგონი არც კეთდება აქ. ვთავაზობთ პასტებს, იტალიურ პასტებს, თავისი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, соусებით. ეს არის კარბონარას, პასტა კარბონარა, კანელონი და ვთავაზობთ ზღვის პროდუქტებით და 4 ყველით. მოგვაქვს იტალიური ყველი, ასეთი ყველი მოგვაქვს თბილისიდან, ძირითადად მარაგებს ვაკეთებთ თბილისიდან. და რამდენჯერმე იყო ეგეთი სიტუაცია, რომ მოხმარება მოგვითხრა მაგალითად კაბაბზე, რომ კაბაბში პური ერევა და ჩვენ არ ურავთ კაბაბში პურს. მე თვითონ პირადად როგორც ვახსენე, სამზარეულოში ხშირად მიწევს ყოფნა და არანაირი პურს არ ურავთ მაგალითად კაბაბში. მე სახში ურავდი ხოლმე და შეფს ვეკითხები, რომ პურს არ ურავ, ანუ რაღაცა წვანილებს რო ჩამოატარე, პური არ უნდა და არ უნდა პური. ხო, რაც კეთდება მაგალითად ხაჭაპურები და ის ყველით, ხო? აბსოლუტურად სუფთა ნატურალური შემოწმებული ყველი მომაქვს მე თვითონ პირადად და ესეთი ყველით კეთდება, არაფნაირ დანამატებს არ უკეთებთ იმისთვის რომ ან გაბევრდეს, ან რაღაცა უფრო მოგებაში წაგვიყვანთ. ამას წინათ შემოსავლების სამსახური იყო და ეს კითხვები დამისვეს და თქვენო მოგებაზე ვერ გახალთ ვერად დროსო. მითხრა, ხო, ანუ მირჩევნია რომ ჯერ ამ ეტაპზე მოგებაზე არ გავიდე და მირჩევნია რომ ადამიანებმა მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება და მე ეტაპობრივად კერძების ნაირსახეობასაც დავამატებ და მე ეს გაგვიყვანს მოგებაზე ვიდრე გავაფუჭოთ და უხარისხო საჭმელი შევთავაზოთ. ესეთი სტრატეგია გვაქვს მოკლედ. და ამას ეს არ შეიძლება, რაც არ უნდა მოხდეს, მოკლედ ეს არ შეიძლება. მთავარი ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც დავიწყეთ ეგ არის. რისთვისაც გადავწყვეტეთ რა იდეაც გქონდა და რა სტრატეგიაც, რისთვისაც გავაკეთეთ ეს ყველაფერი, ეგ არის რომ ჯანსაღი საჭმელი გვინდა რომ ჩვენს ვჭამოთ და სხვებსაც ვაჭამოთ. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ილუსტრიმის YouTube-სა და Facebook-ის გვერდებზე.